სვავდი აქტიურად და სასმელს გავანებეთავი, ანუ დამოკიდებული არ როგორ ვიყავი. განავითარი? მივხვდი რომ სასმელი არის ის რაც მიშლის ხელს განვითარებაში იმ გაგებით რომ ვიზუალური მხარე სასმელის მერე შეშუპებული ხარ, არ ხარ აქტიური, არ ხარ პროდუქტიული ზოგადად და პლუს დამატებით სასმელი რომელიც იწვევს სხვადასხვა ეტაპობრივ ჯანმრთელობის პრობლემებს. რა არის ის რასაც საკუთარი ჯანმრთელობისთვის სასიკეთოდ აკეთებ და ამ ყველაფერს რუტინულად ასრულებ? სიარული ახსენე შენ. სიარული და არ ვარ მომხმარებელი სხვადასხვა ცუდი საშუალებების. ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ დღეს ძალიან აქტიურია ეს ცუდი საშუალებების მოხმარება ახალგაზრდებში. კარგი. მე რო ახალგაზრდებს ვთვლი ჩემთან. რა 40 წელი ხა დღევანდელი სამედიცინო კუთხით რო შეხედო, ხო, ასაკი ძალიან გადაიწია ზედაციფრებისკენ, ამიტომ ეს სიბერის მაჩვენებლებით შეიცვალა, ფიზიოლოგიური დაბერების პროცესები არ შეცვლილა, მაგრამ იმდენი საშუალება გახდა ზრუნვის, მოვლის მედიკამენტები მათ შორის, რომ დაბერების პროცესი მიდის, მაგრამ მაინც სხვა ციფრებზე. ერთადერთი ცუდი ალბათ თვისება რაც მაქვს, მაგრამ ეს არის ორი მხარე აქ ამას. ღამე არ მძინავს. მაგრამ ეს არის ის რომ მე ვარ ის კატეგორია რომ ეს ღამე პროდუქტიულია. ღამე მომდის იდეა, ღამე შემიძლია ვაკეთო ყველა საქმე. ღამე არის ჩემთვის ის, როდესაც ჩემი ტვინი მუშაობს.